დილა მშვიდობის დღეს აქ უნდა ვიტრიალო ჩემს ახალგაზრდა ბაღში, ასე ვთქვათ, 2 წლის ვარდების ბაღი არის ახალი გაშენებული, აქ პაწია ვარდები მაქვს ძირითადად. ვაგრძელებ ვარდების გადაჭრას. ბოლომდის გავედი. თითო როლატოტი დავუტოვე, რომ ძალიან არ მოცარიელი და საქაურობა. დღეს უნდა შევწამლო. ადრე ვამბობდი, რომ მეუღლის წამლით ვენახებს, რითაც წამლის გეოფიტი. ეს ეკოლოგიურად სუფთა წამალი არისო, ბიოწამალი, მაგრამ ბევრ ვარს მაინც გაუჩნდა ნაცარი. გაუყვითლდა ფოთლები, შეიძლება სიცხის ბრალიც არის, ყვითელი ფოთლები, მაგრამ ეს უკვე ნაცარი არის. ამიტომ ჩემი წამლებით მოვწამლი დღეს ეს Blue Moon სავალალო მდგომარეობაშია. გაჩნდა მხერხავი, ბევრი ტოტები წავაჭერი. როგორ იმართება ეს, რა თქმა უნდა, დაავადებაა. რით ვწამლი? ავიღებ ახლა ფუნდაზოლს. შეიძლება სტრობი, არის კიდევ სკორ. ყველას ერთი და იგივე ეფექტი აქვს. არა და ეს გეოფიტი ზედაწერია 30 სახეობის ფუნიდაზოლი. არ ვიცი, რამდენი 30 სახეობის ფუნიდაზოლი აქვს. ფაქტია, რომ ვარდები დამიავადდა. ხერხავის წინააღმდეგ აქტარა. შეიძლება კარატეც ვის რა აქვს. ეს ყვავილობის გამაძლიერებელი ახალგაზრდა ვარდებში. ამათაც გამოვიყენებ ამას, რომ უფრო ბევრი ყვავილები გაიგეთოს.